ოსაკაში გამართულ დემონსტრაციაზე იაპონელების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა სანაე ტაკაიჩის მთავრობის ახალი მიდგომების მიმართ, რომლითაც ქვეყანამ ლეტალური იარაღის ექსპორტზე აკრძალვა მოხსნა და დაზვერვის ეროვნული ბიურო ჩამოაყალიბა. სამშვიდობო კონსტიტუციის მქონე ქვეყნისთვის ტოკიოს მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიის გადააზრება და მასში მეტი მილიტარისტული ელემენტების გამოკვეთა მოსახლეობის ნაწილში შიშებს აღწევს. ღელავ რომ ეროვნული დაზვერვის ბიურო შესაძლოა ძველი სპეციალური უმაღლესი პოლიციის მსგავს ორგანოდ გადაიქცეს. ეს მაფიქრებინებს, რომ მთავრობა შესაძლოა კვლავ ომის დაწყებას გეგმავდეს. ტაკაიჩის ადმინისტრაცია ისეთ შთაბეჭდილებას გმიქმნის, თითქოს იაპონია შესაძლოა მილიტარიზმის გზას დაადგეს და ეს მაშინებს. ამიტომ თავიდან დავიწყე იაპონიის აგრესიული წარსულის შესწავლა, რაც უფრო მეც ვიგებ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მსგავსი რამ აღარეს დროს უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, იაპონიასა და აზიის სხვა ქვეყნებს შორის არსებული დღევანდელი დაძაბულობაც დიდწილად სწორედ ამ მოუგვარებელ ისტორიულ საკითხებს უკავშირდება. დაზვერვის ახალი ეროვნული ბიურო იაპონიაში 31 ივლისს ამოქმედა, რაც თავის მხრივ ქვეყნის პირველი ცენტრალიზებული სადაზვერვო სისტემაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ესანაირ ტაკაიჩის ძალისხმევის ნაწილია გააძლიეროს იაპონიის სპეცსამსახურების შესაძლებლობები. ამ ბიუროს ჩამოსაყალიბებლად მაისში საჭირო გახდა ახალი კანონისა და ეროვნული დაზვერვის საბჭოს ჩამოყალიბება. ეს ის ცენტრალური ორგანოა, რომელსაც თავად პრემიერი ხელმძღვანელობს. კაბინეტის 9 მინისტრთან ერთად. პროცესში ჩართულია პოლიცია, საგარეო და თავდაცვის უწყებები. ბიუროს აქვს უფლება ამ ორგანოებისგან ინფორმაცია გამოითხოვოს. საგულისხმოა, რომ იაპონიის პრემიერის სანაე ტაკაიჩის ახალ თავდაცვით და უსაფრთხოებით სტრატეგიებს აზიურ სახელმწიფოებში უკვე მოჰყვა წინააღმდეგობა. მათ შორის პრეტენზიები ისმოდა ჩინეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეიდანაც.